გასულ კვირაში აქტიური იყო საქართველოს ეროვნული ბანკი, რომელმაც ერთდროულად რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო. პირველ რიგში გამოვყოფდი რეფინანსირების განაკვეთის 25% პუნქტით ზრდის გადაწყვეტილებას. ამის თაობაზე მზადდება სიუჟეტი საეთეროთ, ამიტომ დიდხანს თემაზე არ შევჩერდები. გეტყვით ერთს, რომ ბიზნეს უფრო ესე ვთქვათ, ნეიტრალური მოლოდინები ჰქონდა, ანუ მარეგულირებელი 8%-ზე დატოვებდა განაკვეთს, თუმცა ეროვნული ბანკი აქაც ერთგვარად დასწრებაზე მოქმედებს და იდეაში მათი არგუმენტაცია გასაგებია. გარეთ შიდა ფაქტორებიდან გამომდინარე, ინფლაციური წნეხი მნიშვნელოვნად ძლიერდება და გარკვეული პრევენცია მათი მხრიდანაც ერთგვარად საჭიროება იდგა და იყო. რაც შეეხება დანარჩენ გადაწყვეტილებებს, ეროვნულმა ბანკმა ერთის მხრივ კომერციულ ბანკებს უცხოური ვალუტის დეპოზიტებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის ზედაზღვარი 5% პუნქტით შეუმცირა, რითაც ბანკებს 250 მილიონ დოლარამდე რესურსი გამოუთავისუფლდათ, ხოლო მეორეს მხრივ 1 ივლისიდან მოქმედა ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც ლარში შემოსავლის მქონე სუბიექტებისთვის მილიონ ლარამდე სესხის აღება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში იქნება შესაძლებელი. ცხადია, ეს უკანასკნელი გადაწყვეტილება ლარის მხარდამჭერი ღონისძიებებიდან არის დედოლარიზაციის სახელით ცნობილი. დიდი ალბათობით მას შემდეგ, რაც ივლისიდან კიდევ მეტად მოიმატებს დაკრედიტება ლარში, ამგვარი გადაწყვეტილებების ფონზე მოვისმენთ სამთავრობო უწყებებიდან მორიგზავნილებს, თუ როგორ იზრდება ნდობა ეროვნული ვალუტის მიმართ, ისევე როგორც ნამდვილად გასახარია გარემოებები, რის ფონზეც საქართველოს ეროვნული სავალუტო რეზერვები 6.5 მილიარდ დოლარს მიუახლოვდა. შესაძლოა მეტიც არის, მაგრამ განახლებული მონაცემები მხოლოდ თვის ბოლოს გვეცოდინება. აქაც გასათვალისწინებელი არ მხოლოდ ეროვნული ბანკის, არამედ კომერციული ბანკების როლიც სავალუტო რეზერვების ზრდაში, რომელთა პრაქტიკული ჩართულობა სავალუტო რეზერვების შევსების თვალსაზრისითაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ვიდრე შემოგთავაზებდეთ სიუჟეტს რეფინანსირების განაკვეთზე, გეტყვით, რომ პრეზენტაცია ჰქონდა წარმოდგენილი სახელმწიფო კომპანია საქართველოს რკინიგზას, სადაც მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა პრემიერ-მინისტრმა. მისი თქმით, ერთ წელიწადში საქართველოს რკინიგზაში 1000 საშტატო ერთეული შემცირდა. 1000 საშტატო ერთეული. რითაც 24 მილიონი ლარი დაიზოგა. ასევე შესყიდვების ოპტიმიზაციის და საკონტრაქტო ღირებულებების შემცირების ხარჯზე რკინიგზაში ერთჯერადად დაიზოგა 190 მილიონი ლარი. აი აქ არ გაჩერდა ბატონი კობახიძე და ბრძანა, რომ ასევე იყო არასწორი პრაქტიკა, არსებობდა შუამავალი კომპანიები, 10-ზე მეტ შუამავალ კომპანიაში გატანილი ბიზნეს პროცესები დაბრუნდა საქართველოს რკინიგზაში და ამ ყველაფრის შედეგად დაზოგილმა თანხებმა და დამატებითმა შემოსავლებმა ჯამურად 18.5 მილიონი ლარი შეადგინა. რომ ავიღოთ საკადრო ოპტიმიზაცია პლუს აქ მიღებული დამატებითი შემოსავალი და დანაზოგი, ჯამში ეს ყველაფერი ხდება 40 მილიონ ლარს. აცხადებს ირაკლი კობახიძე. კეთილი და პატიოსანი. თუმცა არც მათ და არც ხვებს, გულისხმობს სამართალდამცავებს, არ უცნობებიათ საქართველოს გადასახადის განმხდელებისათვის. ვინ აგებს პასუხს წლების განმავლობაში განიავებულ ათეულობით და მარტივი კალკულაციით ასეულობით მილიონი ლარის უმისამართო ხარჯვაზე, რომელიც დიდი ალბათობით კორუფციის ნიშნებს შეიცავს. ცხადია, თუ პრემიერ-მინისტრის სიტყვები დადასტურდება შესაბამისი დასკვნებით. და თუ ეს სიმართლეა, რა როლი აქვს ამ ყველაფერში სახელმწიფო კომპანია რკინიგზის დე იურე ზედამხედველებს, ძველი და განახლებული ეკონომიკის სამინისტროს და იგივე აუდიტის სახელმწიფო სამსახურის სახით. რატომ ვერ ხედავდნენ ასეთ ვთქვათ აღვირახსნილ ხარჯებს, რომელიც აღმოჩნდა, რომ ერთი ხელის მოსმით შესაძლო ყოფილა ოპტიმიზირებული ყოფილიყო. სად არიან პირები, რომლებიც ბოლო წლების მანძილზე საქართველოს რკინიგზის სახელით ჩაერთნენ არაერთ კომერციულ პროექტებში საქართველოში და დღეს მათი კვალიც არიძებნება დედასამშობლოში. ცხადია, ეს არის თემები, რომელიც მონიშნულია და იქნება ბიზნეს მედიის დაინტერესების და მოკითხვის საგანი. რაც შეეხება დაპირებულ სიუჟეტს რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით, ბოლო 2 წელიწადში პირველად ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა, რამაც 250,000-ზე მეტ მოქალაქეს სესხის ყოველთვიური გადასახადი ხისიარად 25% გაუზარდა, რატომ გახდა აუცილებელი ეს პრევენციული ნაბიჯის გადადგმა და რამდენად უკავშირდება ქვეყნის შიდა ფასების ზრდა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე გეოპოლიტიკურ კონფლიქტს. სანამსები ინფლაციურ მოლოდინებზე კონცენტრირდება, ეკონომისტთა ნაწილი გადაწყვეტილების ეფექტიანობას აყენებს ეჭვის ქვეშ. არის თუ არა 25% ზრდა საკმარისი ბარიერი
გაძვირებული პროდუქტებისა და ნავთობის ფონზე. თუ ეს მხოლოდ პროცესის დასაწყისია. მარიამ ვარადაშვილი გვიყვება, რამდენად არის მზად სისტემა სამომავლო შოკებისთვის. ბოლო 2 წელში პირველად ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა 0.5% პუნქტით განაკვეთის ზრდით 252.029 მოქალაქეს, რომელთაც ჯამში 20 მილიონი ლარის სესხი ჰქონდათ ბანკისგან მიღებული ფული გაუძვირდათ. ქვეყნის ცენტრალური ბანკი განაკვეთის ზრდას ახლო აღმოსავლეთში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას უკავშირებს. კონცენტრირდებით იმაზე, რომ უკეთ ვმართოთ ინფლაციური მოლოდინები. ეს მოლოდინები და ეს რისკები ნათელია მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის საქართველოსთვის. არავინ იცის თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი, როგორი იქნება შემდგომი ფასების ვოლატილობა გარებაზრებზე და აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თუნდაც მცირე ბიჯით ჩვენ გაგვეზარდა რეფინანსირების განაკვეთი, ჩვენი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რაც ატარებს მკვეთრად გამოხატულ პრევენციულ ხასიათს. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%-ზე 2024 წლის მაისში ჩამოვიდა. ამ ნიშნულზე შენარჩუნება საინვესტიციო ბანკ გალტენ ტაგარტის ეკონომისტის შეფასებით საგარეო ფაქტორების მიუხედავად უფრო ოპტიმალური იქნებოდა. 0.25% პუნქტით გაზრდა ინფლაციურ, ასე ვთქვათ, შენელებას ვერ მოახდენს, გამომდინარე იქიდან, რომ ის რა ინფლაციაც გვაქვს მიმდინარეთ, ეს გამოწვეული არის ერჯერადი და მიწოდების მხრიდან მომდინარე ფაქტორებიდან, შესაბამისად მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გამკაცრება ამ შემთხვევაში ვერ ჩააქრობს ამ მიწოდებიდან მომდინარე შოკს ინფლაციაზე. ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილების მიუხედავად თუ მაღალი ინფლაციის რისკი შენარჩუნდება, განაკვეთი კიდევ გაიზრდება. მოგესალმებით, რამდენად დიდია გაურკვევლობა, ძირითადად ფასების სტაბილურობის რისკების გამომწვევი ამ წუთას არის საერთაშორისო ფაქტორები. უკვე ვხედავთ, თქვათ, ბენზინის ფასს, რომელიც უკვე აისახა ბაზარზე, რასაც აუცილებლად იქნება მეორე რაუნდის ეფექტები, ამიტომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების, პროაქტიული გადაწყვეტილების მიზანი სწორედ არის ეგ, რომ მოლოდინები ფასების სტაბილურობის რისკებთან დაკავშირებით, ინფლაციასთან დაკავშირებით, მოლოდინებს საპასუხოდ გადავდით ეს ნაბიჯი. ცენტრალური ბანკი გაზრდილ რეფინანსირების განაკვეთს გლობალური ინფლაციური შოკით ხსნის და თუ ერთი მხრივ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ამ წლის ბოლოსთვის 6.5%-მდე გაზარდა, ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელიც დააკორექტირა და 3.7%-ის ნაცვლად წელს 4.9%-იან ინფლაციას ელის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ აპრილში წლიურად სამოხმარებლო ფასები 5.9%-მდე გაიზარდა. კიდევ უფრო მაღალი, საშუალოდ 7.5%-იანი ზრდაა სურსათის ჯგუფში. ცენტრალური ბანკი ასევე წერს, რომ ინფლაციის პროგნოზის გადახედვა ახლო აღმოსავლეთში დაწყებულმა ომმა და გლობალურ ბაზრებზე ნავთობპროდუქტების ფასების ზრდამ განაპირობა. თუმცა გარდა საწვავის ფასების მატებისა, საქართველოში ინფლაციის დაზე გავლენას გაძვირებული ელექტროენერგიაც ახდენს. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ალბათ უფრო მოსალოდნელი იყო, ვიდრე მოულოდნელი, იმიტომ რომ ის ფაქტორები, რაც მოქმედებს ინფლაციაზე, რაღაცა ტიპის გადაწყვეტას მოითხოვდა. ჩვენ თუ შევხედავთ ამ საერთაშორისო ფაქტორებს, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტს, არაუდი იყო თავიდან, რომ ეს უფრო მოკლეხნიანი პროცესი იქნებოდა, რომელიც არ გადაიზრდებოდა იმ გაურკვევლობაში, რაც დღეს არის. აქედან გამომდინარე, იმ წმეხის შესამსუბუქებლად, ეს ალბათ უფრო რაღაცა წინსრებით გადადგმული ნაბიჯია. ამ რეალობის გათვალისწინებით საზოგადოება და ბანკების თავმჯდომარე ფიქრობს, რომ ეროვნულ ბანკს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და განაკვეთი უნდა გაეზარდა. მაქსიმუმ ალბათ ერთ კვირაში ყველა ის ადამიანი, ვისაც აქვს სესხი ლარში და ეს არ არის ფიქსირებული და მიბმულია, ვთქვათ, სულად განაკვეთზე, მიიღებს მისი მომსახურე კომერციული ბანკისგან SMS, რომ მას 0.25% პუნქტით გაუძვირდა სესხზე გადასახადი და მათ კარგად უნდა იცოდნენ, რომ ეს არ არის კომერციული ბანკების გადაწყვეტილება, ეს არის ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება და ამ შემთხვევაში არც ეროვნული ბანკი არ არის დამნაშავე, ასე ვთქვათ, ხო, დამნაშავეა ინფლაცია და ამ ინფლაციის გამოწვევი მიზეზები თავისთავად და პირველ რიგში ალბათ პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე არის ხელისუფლება, რომელმაც ვერ უზრუნველყო, ვთქვათ, ის, რომ ინფლაცია კიდევ უფრო მეტად არ გაზრდილიყო.
რეფინანსირების განაკვეთის ზრდა სესხებს აძვირებს, რაც საბოლოოდ ფინანსებზე მოთხოვნის კლებას იწვევს. მცირდება ეკონომიკური ზრდის პოტენციალიც და ინფლაციის ტემპიც. თუმცა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდის ეფექტი ეკონომიკაზე მყისიერი არ არის და გავლენის გადაცემას წელიწადნახევარი მაინც სჭირდება. ამ რეალობაში ნათია თურნავას გუნდის გადაწყვეტილება ინფლაციაზე გავლენას ჯერ ვერ იქონიებს. მით უფრო რომ როგორ განვითარდება ირანთან დაკავშირებული მოვლენების ჯერჯერობით რთული საპროგნოზოა. დიახ, ადგილობრივ გამოწვევებთან ერთად საქართველოში ინფლაციაზე, ანუ მაღალ ფასებზე მოქმედებს ცალსახად გარე ფაქტორები და ცხადია ეს ყველაფერი უკავშირდება ვითარებას ახლო აღმოსავლეთში, სადაც ირანთან დაკავშირებით სახეზეა კონფლიქტის ერთგვარი კონსერვაცია, ну ცხადია დროებითი, თუმცა კონფლიქტის ლოკალიზებამ და საომარი მოქმედებების დაპაუზებამ ვერ შეამცირა დიდად ფასები ნავთობზე. აი ამ დროისთვის ხედავთ ბრენტზე ფასი არის $100-ზე, WTI-ზე 95, შეხება რუსულ ურალს ის $92-ზეა ჩამოსული, რაც მაინც საკმაოდ მაღალი ნიშნულია. მე შეგახსენებთ, რომ რუსულ ნავთობზე აღარ მოქმედებს ამერიკის სანქციები და რეგულაციები, რამაც დრამატულად გაზარდა მასზე მოთხოვნაც და შესაბამისად ვაჭრობაც. მსოფლიო მედია ძალიან აქტიურად წერს, რომ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის და დაბლოკვის ფონზე ირანი რუსეთთან ერთად, სხვათა შორის არის აქტიურად გადართული კასპიის ზღვის მარშრუტების ათვისებაზე. 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ირანის 4-ვე პორტი კასპიის ზღვაზე, სადაც ხდება როგორც ექსპორტი, ასევე ირანისთვის საჭირო პროდუქტების მიწოდებაც, იქნება ეს სიმინდი, ხორბალი, ზეთი, პირველადი მოხმარების საგრემო. სხვათა შორის, სწორედ ეს ის მარშრუტებია ათვისებული ირანის და რუსეთის მიერ, როგორც სანავთობო მიმართულების ალტერნატივა ჰორმუზისთვის. და აი ამ ორ ქვეყანას შორის რეგულარულად ხდება ნავთობის მიწოდება. ცხადია, ტრანსპონდერების ჩახურვით, რათა არ მოხდეს მათი მარშრუტის იდენტიფიცირება. ხო, ბლუმბერგმა კიდევ ერთ არც თუ სასიამოვნო პროგნოზს აქვეყნებს და მიაგნო, მსოფლიოში ნავთობის მარაგები არის ისტორიულ მინიმუმზე და 2018 წლის შემდეგ ეს მკვეთრი დეფიციტი მარაგებისა ნავთობზე არ შეინიშნებაო. რაც შეეხება გასულ სამუშაო კვირეულს მსოფლიო ბირჟებზე და ბაზრებზე, ამერიკული საფონდო ბირჟისთვის რეკორდულად დადებითი და პოზიტიური იყო Dow Jones-ი, NASDAQ-ი და S&P 500-ი სხვადასხვა კატეგორიზაციით გასაშვალოებულად 1%-ით გაიზარდა, ევროკავშირის მასშტაბით ვითარება ნეგატიური იყო და StoxX-ის ფლაგმანური ინდექსი თითქმის 0.5%-ით დაეცა. რეკორდული შედეგი ჰქონდა იაპონურ Nikkei 225-ს, რომელიც 0.5%-ით არის გაზრდილი, რაც შეეხება ენერგეტიკულ ბირჟას, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი, როგორც მოგახსენეთ, 111-ზეა, WTI 92-ზე არის ჩამოსული, ხოლო ერთ კვირაში მაინც გაზრდილი მაჩვენებელია ეს 8%. რუსული ნავთობი ამჟამად $92 ფარგლებში იყიდება. ოქროს ღირებულება გასული კვირის განმავლობაში 2%-ით შემცირდა $4,612-მდე, თუმცა ამჟამად ოქროს ფასი $4,700 აჭარბებს და ის კვლავ დაუბრუნდა ზრდის ტენდენციას. მოდი გადავხედოთ ბარემ ქართული კომპანიების პოზიციებსაც ლონდონის საფონდო ბირჟაზე 6 თვიან ჭრილში. სამივე ქართული კომპანია ინარჩუნებს ზრდას. Lion Finance Group-ი BGO-ს ტიკერით 1.6%-იან ზრდას აფიქსირებს და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება აჭარბებს 100 გირვანკა სტერლინგს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 5.5 მილიარდ გირვანკა სტერლინგს უახლოვდება და ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ზრდა 45%-ს აჭარბებს. TBC ბანკის ჯგუფის აქციების ღირებულება შემცირებულია 2.18 მიასედით. ბანკის ერთი აქცია 46 გირვანკა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.5 მილიარდ გირვანკა სტერლინგს აჭარბებს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 21%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება საქართველოს კაპიტალის, ანუ საუბარია ჯორჯია კაპიტალის აქციების ფასს, ის უცვლელია და 38.75 შეადგენს. ერთი აქციის ფასი, როგორც გითხარით, 38.75 გირვანკა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად მილიარდ 80 მილიონ გირვანკა სტერლინგს აჭარბებს. ბოლო 6 თვეში ჯიკაპის აქციების ფასი თითქმის 55%-ით არის გაზრდილი.